მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ დაუმარცხებელს და დღეს უნდა ვნახოთ მეორე სეზონის მეორე სერია, სათაურად In about 6 hours I lose my virginity to a fish. რაჯენდება ეს სათავი. აზრზე არ ვარ, არც მინდა ვიყო ჯერჯერობით, მაგრამ ერთი ვარაუდი მინდა გამოვთქვა, თუ პირდაპირ მნიშვნელობით არის ნაგულისხმები, მაშინ fish ალბათ რაღაც ანუ fish არის არ ვიცი პირველ სეზონში იყო ცოლებს შორის ერთი თევზის მსგავსი არსება, ხომ ნახეთ კიდეც კარგი იმაში რო ცხოვრობდა სამეფოში თუ სად მიწის ქვეშ რა მიწის ქვეშ ქალაქი წყლის ქვეშ უბრალოდ წყალქვეშა ქალაქი იყო შეიძლება როგორც One Punch Man-ში ეგრე მიუხედავად იმისა რომ არ გვინახავს, მაგრამ სავარაუდოდ fish ანუ ამ წინააღმდეგობაში თევზის როლში მხოლოდ ეგეთი ვინმე შემიძლია წარმოვიდგინო და რა ვიცი ერთადერთი მაგ ვარაუდს გამოვთქვავ რომ ვიღაცა ამ მაგრასის წარმომადგენელი დაბრუნდება რა გამოჩნდება, იმიტომ რომ მაქედან მხოლოდ ერთი ყავდა ნანახის მცველებიდან რო იყო ტიპი Aquaman-ის პონჩი. მაგრამ ნახოთ ერთი რა მოხდება ერთამ წინა სერია საინტერესო იყო კი და ახლა კიდე და საინტერესო ლოვეზე დამთავრდა ხო მულტივერსზე აბა დაიცა ჯერა კაი დავიწყეთ დაუმარცხებელი მეორე სეზონის მეორე სერია In about 6 hours I lose my virginity to a fish 3-2-1 დავიწყეთ წინა სერიებში სამიზნე დუქ სეისმიკია. აი მე ეს ტიპი მე გადავდით ეს ტიპი გადავდით. როგორც ჩემს საიდუმლო სუპერგმის შეყვარებულთან ერთად დავრჩები. ახლა მეთაური უკდავია. კი უსტენ ჩამოვედით. თუ ერთ-ერთი ეს ტიპები თქვენთან გაერთიანდება. აჰა ანუ ვაგრუნებთ ისევ აღზევდებიან. ოპა ეს ყოველთვის მინდოდა რომ ეს ტიპი გვაჩვენოს თუ არა ყველა გვაჩვენოს მაგრამ ის განსაკუთრებით დიდი პატევია სერ. დონალდი რო ახეთ უფრო ძლიერი გავხდი, მზად ვარ. ჯერ კიდევ არ აღვხსნით როგორი იყო დონალდი ზოგიერთ თქვენგანს არ შეეროდა რომ ეს თხე დადგებოდა. ზოგიერთისთვის კი ის ძალიან სწრაფად სკოლა შესაძლოა ეჭვიც კი ეპარება ვინმეს რომ მზად ხართ. მომავლისთვის. მაგრამ თქვენ მზად ხართ. ამ წლის კურს დამთავრებულებს უყურებ და იმედს ვხედავ. ვხედავ ახალ სამყაროს, რომელშიც ყველა თქვენგანისთვის მოიძებნება ადგილი. ემბერი, ივი, ეს ვილიამი რომელიც წინა სერიაში რატომაც არ ყოფილა. ალბათ უბრალოდ აგვიანებს. სწორედ ამიტომ მოვეშვი სუპერგმირობას. გამოსაშვები წვეულებაა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელაა. უნდა მოვიდეს. დადგმეს და ამით ის იამონოს. პირობა მომცა რომ მოვიდეს. სუპერგმირობას მოვეშვა კი. საკუთარ თავს შეხედე. კურდე. სხვა რაღაცას დაგა. დამნაშავეები, მოძალადეები. ვერც კი ხვდებით დედამიწას რას უშვებით. რატომ გიყვართ ისტორიული მონუმენტები ასე ძალიან? პროფესორი სეისმიკი ხომ? დოქტორი სეისმიკი. ლექტორი არასდროს ყოფილი ვარ. თქვენ ხომ ლავას აუზში ჩავარდით? ამით ბევრი რამ ვისწავლე. იცი ეს შენობა რით არის აშენებული? ისე ვიკითხე თითქოს მიპასუხებს. გრანიტით, რომელიც დედამიწას მოპარეს. რკინისგან, რომელიც მას ააცალეს. თიხის აგურებისგან, რომელიც ასევე დედამიწას ეკუთვნის. და ყველა შენობა ასე არ იგება? ხის სახლები შეგიძლიათ თქვენთვის დაეტოვოთ. დანარჩენი კი უკან მიგვაქვს. ხის სახლები შეგიძლიათ დაეტოვოს. გეგონება ხე დედამიწას არ მოპარეს რა. ეს
მოსვლა. ის ქვეშ ყოფნისას ახალი მეგობრები გავიჩინე. მარკს წესი თავიდან დაუჭირდეს საბათი დამარცხება. მაგმანიტები. თუმცა რა ვიცი. მაშინ უფრო მომწონდი, როცა მხოლოდ პრეზიდენტი გძულდათ. როცა ამ სამყაროში თქვენს ადგილს იპოვეთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი მარტივად არ იქნება. ხანდახან ცხოვრებად კი ვისაც მოგაკლებთ. ეგიცი არა. საკმაოდ არა. მინდოდა მეთქვა საკმაოდ მარტივია დამარცხება თქო, მაგრამ აშკარად არა. დედამიწა თავის მოპარულ ხორცს იბრუნებს. როცა ჭრდილში აღმოჩნდებით, ნუ შეგეშინდებათ, რადგან მარცხის გარეშე არ არსებობს გამარჯვება. თუ საკუთარ საზღვრებს არ გამოსდით, ვერასდროს მიხვდებით თუ რამდენად ძლიერი ხართ. ცოტა დრო გაქვს ბიჭუნო. ვიცი, ეს ალგებს როხმის. როგორ მე უნდა ხედავთ, მოვატყუო? თქვენ ყველაზე ძლიერი გმირებიც გოძლურები არიან დოკის წინაშე. ეგრეთ შეიძლებოდა. ეს მართლა ჭკვიანური იყო. ქვემოდან მიყარვა არ მოგაფიქრე. ოჩახ მარკ, შეგეძლო ამერიკული საგანძურის განადგურების უფლება არ მიიგეცა, მაგრამ არ გაუნადგურებია. შემიძლია თავის ადგილას დავაბრუნო. აჰა. არ გინდა. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. კარგი. როგორც დიდმა აბრაამ ლინკოლნმა თქვა, რასაც არ უნდა აკეთებდე, ის სწორად უნდა გააკეთო. მართლა, რაღაც ლინკოლნის სიტყვებს არ გავს. ნუ ხო, რაღაც მართლა არის. გამოგონილი სამოტივაციო ციტატები გამოვტოვე, არა? მაგარი. გამარჯობა გმირო, დროულად მოსულხარ. გოგირდის სუნიაგდის? ქცელი ამბავი. მოგიყვები. შეიძლება უმაღლესი განათლების მიღება გადაიფიქრო. ემბერ ჯასტინ ბენეტი. უილიამ ფრენსის კლოუკეი. ეტყოდით სახალისო იყო მეთქი, მაგრამ ეს ხომ სკოლა. მარკუს სებასტიან გრეისონი. მარკუს სებასტიან გრეისონი? სუისახელი არის. ვილკინსი. სკოლი მაინც გამოთქვიცესია. ევაზე ვიცოდი. მეგონა ერთმანეთთან საიდუმლოებები არ გქონდა. არც უნდა იცოდე. არსებობს საიდუმლოებები, რომელთა გამხილაც არ ღირს ჯასტინ. გაცვეჩი. გთხოვთ წამოდეკით. გილოცავთ კურს დამთავრებულებო. არის. აბარა. ჯანდაბა. გახსოვთ, მარკ. იყავით მამაცები და ორიგინალები. იყავით დაუმარცხებელი. გახმონებულია მაიკ ადრიკომის მიერ. სხვანაირი ვერსია იქნება ლოგოს. ეს მომწონს რომ ცვლიანდნენ, ანუ ივის სპეციალი რო არ ჩავთვალოთ. არ ვიცი. ლოგო რამდენჯერმე შეიცვალა. სკოლა ანუ დამთავრე კალიშოვი. ეს წითელი რო იყო და ბერი ახლა. ვილიამ ზაფხულის გეგმები წავიდა. ორი თვე არაფერი. დინეთლუზე ვირჯინიტის და მიუკი იყო სერიის სათაურირობა არის. უბრალოდ უქმეებზე. ალბათ. კვირაში 3 დღე საზოგადოებრივ ცენტრში მუშაობ. და გითხარით რომ მოხალისე ვარ კეტი ჯილსის ბანაკში? და ამას ეძახი საზაფხულო არ დადეგებს. ჯილსი მაგარია. ჩვენი შტატის კონტროლიორს მაინც იცნობ? ისეც კი არ ვიცი რას ნიშნავს შტატის კონტროლიორი. პირადად მე ვაპირებ, რომ საინტერესო ინფორმაციის შადარდა დეგებით არც მე მაქვს საფუძში, ამიტომ ეს მისენბერის. ემბერი გაჯანდება. რატო თარგმნიან არასწორად? ფოტოში მესმის ცოტა უცნაურად გამომივიდა. არა. ყველაფერი რიქსია.
ბოროტებასთან ბრძოლა არ გენატრება? მოცემულ მომენტში ხალხის დახმარებაც მოყავთ. რაც შეეხება ამას, როცა რა ქრდა საერთოდ რისგან გიჩისგან სერიოზულად ღმერთო, რა კარგია ჩემი მეგობრები სუპერგმირები რომ არიან. იუს გულისხმობ, მარკი ჩემთან ერთად კი აღარ დაფრინავს. სკოლის დასრულებას და ახალ დასაწყისს გაუმარჯოს. მარკ? სესილის გამოძახებას ველი. ახლა სულ ასე უნდა იყო. სამსახური მაქვს ესეთი. ყველაფერი რიგზეა. მარკი შეიცვალა კიდე ერთხელ ვიტყვი. გამომართვე. ეს რა არის? უალკოჰოლო მაიტაი. წვეჩი თვრალი ვერ წახვალ სესილთან. გაუმარჯოს ბავშვებო. საუკეთესო ზაფხულს გაუმარჯოს. ყველას რო ეუბნებით. მარსის დიახ, და პრობლემები მას თავში უალკოჰოლო. მათ ჩვენი დაშავდათ. მარსის ამბავი. გამოვედით. ისე რაღაც მოჩი კარგია კიდეც თუ ერთ სერიაში მოვაგვარებთ თავისი ყველაფერს. ემონებისგან. რაც პირველ სეზონში მოუგვარებელი დაგვრჩა. შემდეგ დედამიწას მისტიკის სავარაუდოდ ისე უკვე დავასრულდა და დაიჭირეს უწყებელი გავხსნათ. ციხეში. გინდა რომ პლანეტ შორის ომი დაიწყო? ლივინგსტონ? რა, საიდან მოიტანეთ? რომ მარსელების შესახებ რამე ვიცი. საერთოდ არსებობს მსგავსი სიტყვა? მე უნდა საპირფარეშოში უნდა გავიდე. აუ. აქამდე როგორ არ გამოგიჭირეს მიკვირს. თავი ხელში აიყვანე. შენ ჭკვიანი დედამიწელი ასტრონავტი ხარ, კარგი? ყველაფერი რიგზია? კი, ყველაფერი კარგადაა. დიდი ხანია აქ ხართ? ისი ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დასამალი არაფერი მაქვს. მესმის, მარსის შემდეგ ძალიან გიჭირთ. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ გამოიარეთ. ვერ დაგადანაშაულებთ, რომ ცოტათი გაიფარ. ჯენდება საკით. საკუთარ თავს არ გავხართ. მაგრამ თვეები გავიდა და გულწრფელად გეტყვით ლივინგსტონ. ეს კოსმიური სამართავი პუნქტია და არა თერაპიული კურორტი. აჰა. მერტო ჩემო არა. არ ვიცოდი თუ როგორ მეთქვა ეს. თხოვთ, ნუ მომკლავთ. რა? დამინდეთ. მე იმეც აღარ გაგიცრუებთ. ჩემ სამკამერიან გულს გეფიცებით. თავარია სამივე კამერას ნუ გამიხეთქავთ. აიმე. მერტო არავინ არავის მოკლავს, მაგრამ ამერიდან დროებით საქმეს ჩამოგაშორებთ. გირჩევთ, თავი მოიძახოთ. დროებით. ანუ სულ არა თავისუფლება. სერიოზულად როგორ ვერ გამოიჭირეს აქამდე? Ivy. ეს ნაია. კარგად ეხმარება. დრო დაზოგეთ. რა ჯანდაბას აკეთებ? ჩემ ხალხს გული გაუხეთქე. დაგიხმარეთ. მინდოდა დაგხმარებოდით. საიდან დავიცოდე რომ ყველაფერი კოდექსის მიხედვით გაკეთდა? იცი რა, შენი კოდექსი უკან გაიკეთე. ამ სახლში მე ვცხოვრობ და ბიუროკრატია უკვე ყელში ამომრევდა. დავიღალე სკოლის სპორტდარბაზში ძილით. გმადლობთ. მადლობა შენ. დედიკო, შეიძლება სახლში დავბრუნდეთ? კი? გონი ჯობს ვიღაცებმა საბუთებში ქექვას თავი დაანებოდან ლაყბობის გარდა სხვა რამეც გააკეთონ. იცი რამდენი ხანია მერიას ვებედრები რომ ეს არეულობა მიალაგონ? 6 წელია. 6 წელი. მაგრამ თუ საჭირო ხალხს არ იცნობ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს. ის იცნობ უკვე. მე ხომ მიცნობ. წვეჩი. Alfis სწავლობს. შედრევა. ვაუ, მაგარია. რა მაგარია. გამარჯობა დე.
არა, ყველაფერი რიგზეა. ზუსტად ახლა ვფიქრობდი შენზე და მოიცადე. რამე მოხდა? გამარჯობა დედა. დილა მშვიდობის. ყავას როდი დამსვა? მას შემდეგ რაც უპერგმერი გავხდი. აჰა. ვერ შევამჩნიე. ხო, დების თავისი პრობლემებიც ჰქონდა. სულ ასე იღება. სესილის უთხარი. ამ შემკეთებლებმა არაფერი იციან მეთქი. სახლი მათ არ შეარემოდეს. მათმა ხალხმა აურია. იქნებ სხვა დროს იყოს. ბოდიში. მე სულსამოვიდა დაკავებულები ვართ. მოდი ცოტა ხნით დავისვენოთ, არა? ინტერნეტში რამდენიმე კარგი ვარიანტი ვიპოვე. ფიქრობ ზღვაზე წავიდეთ, რომელიმე კაცსასტუმროში. ხოლო მე და შენ. ძალიან კარგია. ტროპიკებზე, მაგალითად ბერმუდში, ან სენტ-ლუისში. მართლა? გამოსაშვების საჩუქრად ჩათვალე. მისმენე. ძალიან მინდა, მაგრამ სესილმა მითხრა, რომ მცველებს რაღაც პრობლემა ჰქონდათ. არ მინდა იმედები გაუსრულო. და ბავშვობის ბოლო ზაფხულზე რა სიტყვი? აუ. ბავშვი აღარ ვარ. ხო, ვიცი რომ უკვე ზრდასრული ხარ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, 18-ის სარიქება ჯერ, ხო? ოდებული არ ხარ, მათ ოდებული დაემორჩილო. ვარ დედა. ბოლოს შემით რომ ვიმოქმედე. ნახევარი ქალაქი გავანადგურე. მესმის. არა, არ გესმის. ბოლოს შენი მოწინააღმდეგე ნოლანი იყო. ვარდებული არ ხარ. შენ ისედაც კარგი ადამიანი ხარ. მამაშენად არასდროს გადაიქცევი. აბა, ამას საერთოდ რატომ ახსენებ? ბოდიში ეგ არ მიგულისხმობ. იმიტომ რომ შენ მარკ მპირდები. მადლობა ღმერთს. რა? მიწასვლის დროა. მარკ, მოიცადე. ნუ რეალურად შენც ეგრე ფიქრობ უბრალოდ არ გინდოდა თქმა დებისთვის. მივდივარ. მორჩი. ялში ამომივიდა შენი სულალური ვარჯიშები. აბა, ყოველდღე ვიღაც ჩემს მოკლას სტილს. რა დაემართა ახლა? მსგავსი რაღაცეების სახლშიც მეყოფა მეგობარო. მოვედი გავაგრძელოთ დაუმარცხებელი მეორე სეზონის მეორე სერია 3-2-1. მსგავსი რაღაცეების სახლშიც მეყოფა მეგობარო. დღეს კვერცხებშიც მომცხეს. მეც რომ ვარჯიშობდი და ცოტას უწუნებდი, ადამიანების გადარჩენას შევძლებდით. ის როგორც იქნა შევაჩერეთ და ახლა შენ დაიწყე. აუ, რა საშინელი ცხოვრება მაქვს. აუ. კეით, შენ ხარ? პუპუა მაქვს და რამდენიმე კოცნა არ მაწყენდა. ამ რექს. ჯერ ერთი, მე და შენ ერთად აღარ ვართ. აუ. და მეორეც, სამსახურში ასე არ ლაპარაკობენ. შენს პუპუებს შენ თვითონ აკოცე. ნუ შენს კაი დერევბოშელი ხარ. მინახავს. მე გადავები? წეული ფარისეველი ხარ. ეს შენ არ გიხება. მე და შენ წყვილი არასდროს ყოფილ ვართ. მე და უკვდავი კი ვართ. რა? არა. კეით, არა. არ გინდა გთხოვ? რექს, რამდენადაც მირებს ვეძახ. რამდენადაც არ უნდა მომწონდეს შენი და მათი ურთიერთობები, კეითის. ნუ, ურთიერთობებს რას ვეჩვენებ ზოგადად რექსის და იმის სიტუაცია რო ივსუღალატა და კეითთან ნუ ისქნა, მაგრამ კეითი და უკვდავი არ ჩემი კაი ისე დავიქრინჯი ახლა ხაზრავი. გავაგრძელოთა. ხდით. სამაგალითო მცველებს. მაგრამ არავის ეგონა რომ დედამიწის მცველებს ოდესმე ცხვერპლებად მოიხსენიებდით. Welcome to our first annual commemoration of the massacre that shook the world. We began by honoring Aquarius, king of Atlantis. გაცხელება უნდა მაგას. უბრალოდ გამზადები. გამარჯობა რას? დიახ რას? ვიცი რომ სამსახური დაკარგე, მაგრამ ქირის ფულს დიდი ხანია არ იხდი. თავადაც გესმის. მესმის? ფული შოვე და კვირის ბოლომდე მომიტანე. მოიპარავს ახლა. Next, we ახლა კი პატივი მივაგოთ დაღუპულ მარცელ გმირს. Martian Man. ო, ის შორეული პლანეტიდან ჩამოფრინდა, თუმცა სამუდამოდ დედამიწის ერთ-ერთი საუკეთესო გმირად დარჩება.
ის ყოველთვის ყველაზე საშიშ დავალებებს არჩევდა და დაზარალებულებს ეხმარებოდა. Always made time to help first responders on the scene. დედამიწა მისი სახლი გახდა, Spirit. რადგან მას კეთილი გული და შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა. ვაუ. ნუ ხო მარსელი მეც ბრიფინგის დრო ხალხმა ბნელი ფრთა რამდენიმეჯერ შენიშნა. ეს კი განსაკუთრებით მაწუხებს, რადგან გასულ წელს მისი ნეკნის ქსოვილი პირადად ამოვიცანე. მოგაცრავად. ყველაფერი რიქსია. ანუ დავაკვირდი და მოგახსენო, სწორედ ამიტომ ხარ ჩვენი თვის თანამშრომელი. ხამის ქალაქი. თვის თანამშრომელი. ამ ტერიტორიაზე არ გათენებულა მას შემდეგ, რაც 2002 წელს შუაღამის შადოქარმა აქაურობა დაწყევლა. ოჰო. დაწყევლა რაიმე მეტაფორაა თუ არა, ვაუ, სერიოზულად. ქალაქი დაწყევლილია. იქ სამუდამო სიბნელე და შუაღამეა. ოჰო. ძალიან უცნაურია. ნამდვილად. პოდიალს მართლა. გამაგებინე. რა დროს პუტი. გამაგებინე. ჩემი კაი. ოჰო. ღმერთო ჩემო, დამეხმარეთ. ვინმე მიშველეთ. გთხოვთ. ეს ტიპი იმას გავს, რა ქვია, საიბერპანკიდან. დანახი არ მაქვს, მაგრამ როგორ გამოიყურება ვიცი. ვინმე დამეხმარეთ. თუ ეს დავარეაქტებ საიბერპანკს. მეტომაც არა. გეხმარებ. ოუ. რა? მოზრუნავ იმაზე, რომ შენაერმა არამზადებმა უდანაშაულო ადამიანებს არაფერი დაუშაონ. კარგი რაცმაო. ბნელი ფრთა ჩემს მე-12 დაბადების დღეზე მეწვია სტუმრად. ის ხალხს არ კლავს. და რამდენადაც ვიცი, ის მკვდარია. ის მამაშენმა მოკლა და უმარცხებელო. სწორედ ამიტომ მისი ტვირთი მე გადავიბარე. მე ღამეს ბიჭუნა ვიყავი. მისი დამხმარე. დამხმარე? ანუ ხელქვეთი? ჩვენ ამ სიტყვას არ ვიცი. საინტერესოა ძველ გმირებს ის ნელ-ნელა ძვლებელია. აბრუნებენ არა? ნელ-ნელა ძველ გმირების შეშლია. ასე გონია? უფრო მეტი ყურადღება გადააქვთ მაგაცი მაგის ხმები. კარგი, შენ ჩემთან ერთად წამოხვალ, კარგი? ფსიქოპათის შვილთან ერთად არცად წავალ. მე ზრდილობიანად გთხოვე, ასე რომ მსგავსი კომენტარებისგან თავი შეიკავე. და ძმა, მაკი გაგაძრობს სახეს. მარკ? მეთკინა. ჩემმა წინამორბედმა ეგზო ჩორში შეიმუშავა. თქვენ წინაშე თანაბარი შანსები რომ მქონოდა, მაგრამ ამაზე ნუ ღელავ. მეგობარო, მართალია დარტყმა ვიგზენი, მაგრამ არ მგენია. კარგი. კარგი. აუ, თუ გადაიწყო. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბნელ სამყაროში. აქ ბნელი ჩემ ბნელები ხდება ცხოვრობენ. ამ სერიაში. შეურები. აქ დიდხანს მეც კი ვერ ვჩერდები. იმედია მოგწონს. რადგან აქედან ვეღარასოდეს გამოხვალ. შენი წინამორბედი უფრო კარგი ტიპი იყო. და ამ სამყაროს გმირი მე ვარ. დაუცდილო გადავარჩინო აქაურბა ომნიმენიშვილისგან. ოპა, ესეც ასე ნუ მეძახე. გამეშვე. უკვე სერიოზული მარკი. აჰა, გაგიშვებ, კარგი. როცა აქედან გამიყვან. აბა გამოიცანი პირველს ვის შეჭამენ. რა? ვერ გაბედო. თავად თქვი, მე ომნიმენიშვილი ვარ. ოუ, წარმოდგენაც კი არ გაქვს თუ რა შემეძლია გავბედო. კარგი, ახლა გამეშვი. ჩემი კაი, ნუ ეს მარკს არ გავდა, მინდა გითხრათ. უფ. მე ომნიმენიშვილი ვარო. და რა შეიძლება გავბედო? წადიღავე. ნელი ფრთაგონს რომ მოვა, თავად გითხრეთ. კარგი, წამოიყვანე. გავთიშავ აქ რაღაც მოხდა და მე ვერ დაგეხმარებით? მე ეჭვება. რა მოხდა? დები. ო, დები. და ბედნიერი სიურპრიზია. რით დაგეხმაროთ?
შენ გამო მარკმა კინაღამ საკუთარი გამოსაშვები გამოტოვა. ეს კი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება. ის 18 წლისაა. უკვე არის. მარკი ჩემთან თავად მოვიდა. მე კი მასა ზრუნავ და ვცდილობ სამსახური ეს დავუყო. სამსახური არ არის. სამსახური არის, მაგრამ გასაგებია, რასაც ამბობს დები. ის არის შენი ჯარისკაცი. მას ბრძანებებს ვერ მისცემ. ის ემორჩილება მაინც ბრძანებებს. დები, ეგარ მეგონის თავარი ეს არის რა. ეგ ის ხარ. რომ შენ აკონტროლებ მას და არა ის შენ. მამამის რომ არ გავს. დები, იმ ყველაფრის შემდეგ რაც მარკმა გადაიტანა ეს საერთოდ როგორ იფიქრე. და შენი ნდობა რომ დაკარგოს, მერე რა მოხდება? მსგავსი რამ არ მოხდება. ნეტავ შენი მჯეროდეს. მე დები, მარკზე მართლა ვხილავ. ერთჯერობით სახიფათო დავალებებს არ ვაძლევ. თანაც გადაწყვეტილებებს დავადიღებს, გეფიცები. სერ, მარსელის დოკუმენტი მოგიტანეთ. ოპა. დონალდ, ცოტში ვიღაცა კარგად ხარ? გაიკვირვა როგორც იქნა. ის უკვე მეტის. ეს დონალდი იყო. საინტერესოა რა მოხდა. ხომ გეუბნებოდი ძვირფასო, ყველაფერი კარგადაა. კარგად არ ხარ დედა. ისე მამასთან იჩხუბე? არა, რას ამბობ? აბა რა მოხდა? დედა, ეს ხომ მე ვარ. ჩაის დავადგამ და ვისაუბროთ. კარგი? ამ ბოლო დროს ფულის პრობლემები გვაქვს. მაგრამ არა უშავს. რატომ არ მითხარი დედა? ხომ იცი რომ შემიძლია დაგეხმაროთ? სამანტა, ოპა. გთხოვ, გააქრე სანამ მამა მოსულა. რატომ? რა მოხდა? აღარ უნდა. ესეც მამა. სამანტა, ოუ. მამა? ბურგერმარტის ფორმა რატომ გაცვია? ამას პატიოსანის შრომა ეწოდება. დააბეჭის სახელოსნო, იქ ხომ 20 წელი იმუშავე. შემდეგ კი შენმა ხალხმა იქაურობა მთლიანად გაანადგურეს. ღმერთო, რატომ არ მითხარი? შეიძლება მეთქვა კიდეც წინ და უკან რომ არ დაფრინავდი 1000 სულელეს რომ არ აკეთებდე. კარგი, ახლა უკვე აქ ვარ. მოზარდების სამსახურში არ უნდა მუშაობდე. შემიძლია რაც სჭირდებათ, ყველაფერი მოგცეთ. ამ ოჯახზე შენს გაჩენამდეც კი უზრუნავდი. აჰა, 24 კარატე. შეგიძლია გაყიდო. შენ გაიოქრო. სულ ტყუილად ჯიუტობ. გითხარი მოაშორე მეთქი. უნდა გავიქცე. ტაიმთან ინტერვიუ მაქვს. რამდენიმე დღეში გამოგივლით. დაარწმუნე მამა რომ ვაშლი გაყიდოს. კარგად. ან შენ თვითონ გაყიდე. გამარჯობა. კეიტი ჯელსის შტაბიდან გირეკავ და გთხოვთ რომ შტატის კონტროლიორის არჩევნებში ჩამრთოთ. არა, კონტროლიორის. ვინც ბიუჯეტს ამოწმებს და ფინანსების აუდიტს ატარებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ალო. გონი სხვა სლოგანი გჭირდება. სიტყვა აუდიტის გარეშე. ან კონტროლიორის. შტატის პოლიტიკა ისეთ სექსუალური არ არის, როგორც ღრუბლებში ფრენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამყაროს გადარჩენაზე მხოლოდ შენ ზრუნავ. ხედავ? შვენიერი სლოგანი გამოვა. ვაუ. წესით კოსმოსში არ უნდა იყო? კოსმოსში უნდა იყო. სიურპრიზი. მინდა რომ სადილზე დაგპატიჟო. მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზია. აქვე ძალიან კარგი ჩინური რესტორანია. მე სხვა იდეა მქონდა. აბა. დავფირდი 2.5-ზე დავბრუნდები ო, მეთქი. დაბრუნდები. თითქმის მივედით. რა? კარგი, არ შეშინდეს. თვალები გაახელე. ღმერთო ჩემო. პარიზში მომიყვანე? რაღაც ასეთში. აჩა ეს ხარ. კაზინოა? ოუ. კარგი, მოკლედ ეს ლას-ვეგასია. ლას-ვეგასი. 1 საათი გქონდა დრო. პარიზში ჩასწრებას ისეთი სისწრაფე დაშერდებოდა, რომ ტყავი გაგზრებოდა ასე რომ. აჰა. შეიძლება მაინც გაკოცო. 10-იანი მონდომებისთვის. და იმისთვის რომ ტყავი არ გამძვრა. იგეც. სუპერ გმირთან ურთიერთობას პრობლემების გარდა ბედნიერებაც მოყვება. მარკ, ჭირდება. აა. ერთი წამით.
მოდი საღამოს ვივახშმოთ. წადი და გადაარჩინე სამყარო დაუმარცხებელო. თავარია ყურსასმენის ხმა შენი ერთადერთი ავტორიტეტი არ გახდეს. ხო. შენაერი გოგოს არ ვიმსახურებ. და სახში არ დაბრუნდებ? მოდი ჯერ სამსახურში ხო, დაგავალ. სამსახურში. წვეთში. მეთქი ბიატოვები და საჩენდებში ხარ. ოპა. მარსთან დაკავშირებით რამე? დააგვიანე. სად? ზღვაში? რაღაც ასეთში. ატლანტელები ბრძაზობენ იმ ფაქტზე, რომ ომნიმენმა მათი მეფე აკვარიუსი მოყვა. ატლანტელები. გამომდინარე, რომ მამა შენი გაუჩინარდა. აკვარიუსი. მათი კანონის მიხედვით, პასუხისმგებელი მისი მემკვიდრე ანუ შენ. დაასრულებელი კანონია. შეიძლება. მაგრამ ატლანტელები ოკეანეებს აკონტროლებენ. თუ ამ საქმეს არ მივხედავთ, აღმოსავლეთ სანაპიროს გაანადგურებენ. გინდა რომ წყალქვეშა ცივილიზაციას ვებრძოლო? ომი ვინახსენა. ატლანტელების წესჩოვლების მიხედვით, მეფის მკვლელობა ძალიან ხშირად გიწევს გასვლა, მაგრამ რა ვიცი, დავაგრძელოთ. წესჩოვლების შეიძლება კიდევ მიხედვით, მეფის მკვლელობა მომიწევს, მოგეტევება ასე თუ მის რომ ქვრივს სოლად წინასწარ მოიყვან. რა? თუ სოლად დაუფიქრდი, მოიყვან? ეს პატივიც არის. თეო სოლად ვერ მოიყვან, შეყვარებული მყავს. დამშვიდდი. ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა ექნება. ცერემონიას დაესწრები. საცოლის საკუთრ. რა? ყველაფერს მოგიტევებენ და ცხოვრება გაგრძელდება. დაუცილებელია რომ ეს რა უბედურებაა. აუ არა. შენი მეგეთ ტრანსპორტი. კრინჯობა არ გვინდა გეხვეწებით და სათაური გამახსენდა ამისთვის. აუჩი. ბოდი შუშვილო. ქალაქში ხანძარია. წარმატებები. ყურადღებას ვაუ, მოგეწევ. სესი. გისმენ. ხვლიკების ლიგა. ხვლიკების გამო გამომიძახე, ისინი ბიოლაბორატორიას დაესხნენ თავს. როგორ? მათი მეფე ჩვენს საკანშილდება. როგორც ჩანს, მისი არყოფნის დროს სათავეში სხვა ხვლიკი მოვიდა. ცოლები გაგზავნეთ. მზად არიან? ხვლიკებს თუ ვერ მოერივნენ, ესე იგი ვერც ვერასდროს იქნებიან მზად. ნუ ოპა, გვამივიდნენ. მოსტრიგოგო და დავიანადგურებენ ყველას. არა. ლექსის რა? ისევე სისულელე, თავის მოკლას აღარ ვაპირებ. რა? იმედი მაქვს ეს შენი ნახილავი არ არის, რუდი. არა. კარგი, რა ჩენდება ხდება ამ სერიაში? საკუთარ თავს. გარდა სახვის ოსტატს ვეძახე. კარგი. ძველებო, Avengers Assemble. სპორტიას უცნაურადაა. რომ გითხრა მაინც არ დაიჯერებ. ისე მომენტ ძველი მცველები უფრო სამართლიანობის ლიგას გავლენ და ის ახლები უფრო შურისმაძიებლებს Avengers. ეს გაიგეთე. ხო, ეგეთი. მოგესალმები ჩემი მეუღლის მკვლელის შვილო. უხლის რაც შეეხება ამას, თქვენო აღმატებულებათი მიმართე. აერის მსუნთქავო. არის სულ. კარგი, თქვენო აღმატებულებო. თქვენი გაცნობა ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან წუხარ იმას, რაც მამაჩემმა ჩაიდინა. მაგრამ ამას ვერ ვიზამ. თანაც ყველას თვალწინ ძალიან მეუხერხულება. მაგრამ შეყვარებული მყავს. სახელად ემბერი. კარგი ურთიერთობა. სიფეხებს არ კიდია. მიუხედავად იმისა, რომ მომწონხარ ეს არასწორი იქნება. ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ? ვერა, ვერ ხდება. რას გულისხმობ? აქ იმისთვის არ ვარ, რომ თქვენი მეფე გავხდე. რა შემჭირდება მეფე? 10 წელი ვმართავდი ამ სამეფოს. როცა აკვარიუსი თქვენს რასასთან ერთობოდა. აჰა. ანუ კორწელი არ შეიძლება. აჰა. ეს ბარბაროსული ტრადიცია გავაუქმეთ. მადლობა. შენ რა ველურები გქონი ვართ? დუ ერთხოს თუ არსებობდა ეგეთი ტრადიცია, უბრალოდ გმადლობთ თქვენო აღმატებულებო. მშვენიერია და ახლა კანონი როგორია? უნდა მოკვდე? ორთაბრძოლა. ორთაბრძოლა. სიღრმის ორთაბრძოლა. უშვით. ყლაპავები.
რამდენიმე სცენა იქნება. ღმერთო ჩემო. რა? არა, ეს რაღაც ამას უნდა ვებრძოლო? ან ეს არ არის ეს სხვა ვიღაც გამოიქცევა უცებ ან რაღაცა იმას ეს როგორც იმათა აქტივ თევზებს კი მაგის თავი კაი აი ვის უნდა ებრძოლო ეს ალბათ ცოცხალი ერთს არის ხო ახლა უკვე ლოგიკურია მოერევი მარკა სერიოზულად? თუ მზად არ ხარ? პოლ, დიახ. მოდი გავყიდოთ ეს საშინელება. კარგი. რა გასაოცარი სახლია? ესე მაგე? მიხარია თქვენი გაცნობა, მოგდანდით. დებით და უბრუნდება ბოლოს, უმშვენიერესი მისაღები. ძალიან ოლგასახს თანაც ახალი გარემონტებულია. როგორც ჩანს, მუშებს წარმოდგენა არ ქონდა თუ რას აკეთებდნენ. 2 წლის წინ ნამდვილმა პროფესიონალმა გაარემონტა. ფას როდის შემოგთავაზებთ? 4 შაბათს. შეუნელე. უბრალოდ ვიკითხე. ხო? საკითხავი არაფერია. ამ სახლს არ ვიყიდეთ. ჩვენს ბიუჯეტს შეესაბამება ადგილობრივი სკოლაც მომწონს. სამსახურიდან ძალიან შორსაა. ინდა რომ ღამით მოვიდე ხოლმე? აქ ძალიან კარგი სატრანსპორტო ქსელია. არ გაძალებ მე არ უბრალოდ განიხილება. როცა ფულს გამოიმუშავებ, მერე გადაწყვეტ თუ სად ვიცხოვრებთ. თქვენით სახლი კი არა. რა თქვი? ავტოფარეხი შემოწმეთ? დამოდით. დები იცავდა. ყველამდე დაისვენე, დაგირეკავ. ხო. ტიპი ძალიან უხეში იყო. მან რა ჯანდაბა ხდება? ატლანტას კანონების შესახებ ინფორმაცია მოგიწოდათ. ასე არ შეთანხმებულ ვართ. კარგი, ნავხმარე ძალებს ვაგზავნე. ეგ არ შეიძლება მოგიწოდო. დაგულია ტიპი. არა ხალხის. ან არა. თანა სავარაუდოდ წაფქვეშ უჭირს მარკს გადაადგილებაც და ბრძოლას. არა. ბავშვ ფრენა შეუძლია და ეს იგივე რაც წყალში გადაადგილება. დამელაპარაკები ჯუნავ. ჩემი რა დაემართა. ეს ხმა ჯანდაბა. დამხმარე ძალები მალე მოვლენ. კი. ესიც. მეგონი არ უნდა ვაუ შენი შანსია გაიქეცე. გათავისუფლდა გააკიდება ახლა. ეს კაი რა. არ გაიქცევა. სესილ. ეს ურჩხული გათავისუფლდა. ის ყველას კლავს. ამაზე მანამ უნდა ეფიქრათ სანამ იყიდნენ. სასიკვდილოდ ვერ გამომეტებ. გადაარჩენს. მათ შენი სიკვდილი უნდათ და აშაც კი უკრავდნენ. უბრალოდ შურისიება უნდათ იმის გამო რაც მამაჩემ. ახლა რომ დაიჭიროს და მოკლან სესილ მე კიდევ უნდება შურისიება უერესიზა. სწორედ ამიტომ უკან უნდა დავბრუნდე. აი ეგრე როგორც იქნა. მიხარია რომ სათაური არ გამარცხდა.
Всё? კარგი. დროა დავიწყოთ. ერთ წერტილში დაარტყავს რომ არა. ანკი ანუ არც მოკლა, მაგრამ არც და კარგი შეიძლება მოუწიოს მოკლა. დედოფალი დაგუშტერი და მოგონებები თუ არა, მარკინი მოგონებთ. ამჯერად გაგიმართლა. გამიმართლა, ატლანტიდამ გაპატია. შენ ხომ დედოფალი გადაარჩინე. შემდეგ ჯერზე როცა ბრძანებას მოგცემ, უნდა დამემორჩილო. ბრძოლის აუდიო ჩანაწერი ჩართე. ლაბორატორიაში გაგზავნე. მოხსენება მომდევნო კვირისთვის მზად იყოს. არის სერ. სერ, დები რომ იყო თქვენთან მოსული. თითქოს რომ დამინახა გული ეთკინა. დეპრესიული ადამიანია. მას შემდეგ რაც ნოლანმა დამართა, ვინ გაუგებს ამ ქალს? კიდევ გვინდოდა რა ჭირდება ხდება ამ დონალდთან? არა სერ. არც კი ვიცი რა თქვა. ეს რატომ გააკეთეთ? არც ყალბი საჭმელი გვჭირდება და არც ყალბი ოქრო. ყალბი არც ერთი არ იყო. მაგრამ მესმის. წლების განმავლობაში მუშაობდი და გიჭირს. ვაცნობიერებ რამდენი შრომე ოჯახის უზრუნველყოფისთვის. ამის წარსულს შენთვის არავინ ცდილობს. მაგრამ საკუთარ დამტრულ სტერეოტიპებს უნდა დასწლიო. მე თქვენი დახმარება მინდა. კი. ხო? ისე როგორც ჩიკაგოში დამეხმარე. ადამ არ გინდა. რა? იქ მიწა არასტაბილური იყო. სწორედ ამიტომ არა შენა მერიამ არაფერი. სასაული არავინ რომ არ მოკვდარა. აი რა ხდება როცა გონია რომ წესები მხოლოდ ჩვენთვის, საბრალო ნორმალური ადამიანებისთვის არსებობს. შენი ძალები მერად კი არა სახიფათო არსებად გაქცევს. უნდა წავიდე. და სანამ საკუთარ თავში არ გაერკვევი აღარ დაბრუნდე. მე მაინც ვთვლი რომ ადამიანს ზედმეტები მოსდის. ანუ ყველაფერს თავი დავალებოთ, ივი მართლაც ცდილობს დახმარებას. მერტო, რა არაფერი იგედება ამ სახლში. აუ. შენი დედაც ნაბიჭვარო. ეს საქსაც რომ ანტ ახალბოლცი ის შეუძლია შეეკეთო. თუ ეს თავის სახში უკვე. მე მგონა ისე ვულგასთან იყო. ესეც მარკი. ეს კი ჩვენი სავარჯიშო დარბაზია. რა მაგარია. რა ტექნოლოგია. საჩხაპეა ჩვენი უკვდავო. დარწმუნებული ვარ მოეწონება. იქ ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია, ხომ ასეა? და თქვენც აქ ცხოვრობთ? თუ კარგად მოიქცევი, შეიძლება შენც მიგეხოთ.
დედამიწის მსვლელებს შენაერი ძალის მფლობელი გმირი არ აწყენდა. მართლა, მოდის რომ გეგამათები უკვდაო, მაგრამ გარდა სახვის ოსტატის შესახებ არაფერი ვიცით. მოგიყვებით. არა, მართლში არა. ჩვეულებრივ ბავშვი დავებადე. ზუსტად აქ, პლანეტა დედამიწაზე. და სერიოზულად ისტორია თუ ოპა მარსელები. სუპერძალების შემთხვევით ავარიის შედეგად მივიღე. შემთხვევით ავარიის შედეგად, რა თქმა უნდა. დავიფიცე რომ მათ მხოლოდ სიკეთისთვის გამოიყენებდი და ხალხს ჩვენი პლანეტის დაცვაში ნებისმიერ ფასად დავეხმარებოდი. რადგან მე ჩვეულებრივი ადამიანის სუპერგმირი ვარ. აბა, მიმიღებთ? რუდი. დიახ, დაგვემარცხეს. დიახ, ეს დამამცირებელი იყო. დიახ, ხართ. ეს ჩემი გეგმა იყო. მაგრამ ჩვენ არავის არაფერს ვუყურებთ. ნიშნობა არ აქვს რას წერს სოციალური მედია. ჩვენ ხვლიკთა ლიგა ვართ. ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს. ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს. ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს. და ჩემი ხელმძღვანელობით, ჩემით და არა იმ იდიოტი ხვლიკთა მეფეს, ჩვენ დიდებას ძალიან მალე დავიბრუნებთ. ძალიან მალე. დღე გრძელი იყოს უზენაესი ხვლიკი. დღე გრძელი იყოს უზენაესი ხვლიკი. თუ ვინმე მართლა შეძლებს ამ სტრუქტურის განახლებას, ეს ვინმე ხვლიკთა მეფე იქნება. მეთანხმებით? უცნაური სერია იყო მაქსიმალურად. გახმოვნებულია მაიკ ადრიკომის მიერ. თანხმო. რატომ უნდა გიამბო რამე? და საერთოდ ვინ ხარ? შეგიძლია ძველ მეგობრად ჩამთვალო, რომელსაც ჩემი სიტუაციის მიუხედავად შენი დახმარება შეუძლია. ეს სხვა ვერსია ამარგის ხო? ისინი ჭკვიანები იყვნენ. ჩვენი ულტიმატუმების შემდეგ მათ კვანტური ბომბები გამოიყენეს. ეს მათ ნახევარი ევროპის ფასად დაუჯდათ. შემდეგ უბრალოდ დამელოდნენ და როცა ჩამეძინა თავ რეკლამა იქნებოდა, ახლა ვამთავრებთ სერიას. ამასხნენ. საინტერესოა. არ გაინძრე. ვინ ხარ? მეც იგივე კითხვა მქონდა. მე თქვენი პრობლემა არ ვარ. აბა ვისი პრობლემა ხარ? ეს სესილი და დონალდი არიან? უბრალოდ რაღაც ასეთი. და პასუხი აგოს იმის გამო, რაც თქვენს რასაც დამართა. ჰეი, შენ დამბერდი, დაჩერდი. დამბერდი რომ დამეხმარებოდი. აქ არ დამტოვო. გაგრძელება იქნება. გახმოვნებულია მაიკ ადრიკომის მიერ. ეს ის მომწონს ფინალის საუნდტრეკი ენდინგის. ესე იგი ეს იყო გამომარცხებელი მეორე სეზონის მეორე სერია. In about 6 hours I lose my virginity to a fish. და მადლობა რომ ეგ არ გამართლდა. მაგარი უცნაური იყო მთელი ზღვის ხალხის ნაწილი, მაგრამ ზოგადად მთელი სერია იყო უცნაური. მაგრამ კარგად დამთავრდა, მაგა გადაარჩინა დედოფალმა აპატია და რაღაც პონჩი ეს ამ შემთხვევაში არ ვეთანხმებოდი, იმიტომ რომ გაქცეულიყო უბრალოდ სავარაუდოდ გადარჩეულა დედოფალი და ახლა ვაფშე ომს გამოუცხადებდა ადამიანებს ან რამებს გავს, ან უბრალოდ შეუტოდა განადგურება. ყოველ შემთხვევაში შვიდობა არ იქნებოდა რა მათ შორის, ასე რომ ყველაზე კარგი ვარიანტი ის იყო, რაც მოხდა. რაც შეეხება ხვლიკებს, არ ვიცი,
დიდად არ მაქვს სიმართლე გითხრათ სურვილი რომ ხვლიკებს დიდი ხანი ვუყუროთ და იმედია მალევე მიასწრებენ უკვე შემდეგ სერიაში ან იმის შემდეგში აჯანდებას მარსის ამბავი მაინტერესებს აი რა მოხდება ზოგადად მარსზე თვითონ ეს მარსელი ტიპი რა სიზამს ვინც ახლა შეუერთდა იმ მათგუნდს და ცოლების ვაიმებს აი მე არ ვიცი ყველაზე საშინელი რამ რაც მოხდა ალბათ მთელი სერიალის განმავლობაში ეს იყო უკდავიდა კეითი არ ვიცი რა რატომღაც მეგონა რომ საბოლოოდ კეითი და რექსი მაინც ერთად იქნებოდნენ და რა ვიცი არ მეგონა თუ ოდესმე მომინდებოდა რომ ატომივი და რექსი ერთად ყოფილიყვნენ ისევ მაგრამ უკდავიდა დუბლიკეითი უბრალოდ არა რა ვიცი სხვანა რა ვთქვა ხარ რუდის აი კარგი წყვილი ვინც ყავს ემბერი და მარკი რუდი და მონსტრი გოგო რომელიც ჯერ ოფიციალურად წყვილი არა მაგრამ მალე გახდება და იმედია რომ მეც გვაჩვენებენ მაგორს მაგრამ ურთიერთობების შესახებ და რავი ყოველ შემთხვევაში სერია კარგი გამოვიდა რა თავისი კრინჯი მომენტები ჰქონდა მაგრამ მიხარია რომ პირველი სეზონის თემას ვაბრუნებ ანუ რა იყო პირველ სეზონში ახლა მარსელები და მცველები ზოგადად მცველების ამბავს ვავრცობთ ახლა რედრაშის წითელი სიჩქარის ამბავს ოლგა ხო დაბრუნდა რა არც ერთად წასულა მაგრამ მეორე სეზონში დაბრუნდა ხო იმის ნაითვიგი თუ აქვია იმ ტიპს იმასაც ახლა ეს წყლის ხალხი ეგ წყლის ხალხიც დავასრულეთ უკვე მარსელი კაცი ზოგადად და რავი უკდავი ხო დაბრუნდა ისედაც და კიდე იყო ერთი ვიღაცა მგონი ნუ გოგოზე ქალსაოცრებას როგავს და წვანე იმაზე გვაქვს რაღაც სულზე კიდე გასაგებია ან შეიძლება არის გვიამბობ ახლა რა ვიცი ყოველ შემთხვევაში ხო მომწონს როგორც აკეთებენ ამას და ასევე არის კიდე ის ხვლიკებს თავიდე დავანებოთ კიდე ისინი ესეჩა მარსი ხო თქვი ის ტიპი ხო და ლავის მონსტრები გამახსენდა ახლა მარსი ლავის მონსტრი მცველები და დონალდი აი დონალდმა თვითონაც არ იცოდა დაუჭირო გაუკვირდა მისი ანუ ერთადერთი ვერსია რომელიც შემიძლია თქვა რომელიც შემიძლია გამოვთქვა ვარაუდოდ არის კლონი როგორც მაგლერები აკეთებდნენ on სიკვდილის მომენტი არ ახსოვს რომ შეცვლილი აქვს ბოლოსკენ მოგონებები რა ვიცი ნახოთ აბა სხვა ვარიანტი არ მაქვს ანუ შეიძლება ვაფშე სული სიგიჟე თეორია გამოვთქვათ რომ სხვა მსოფლიოდან მულტივერსიდან სხვაგან ზომილებიდან მყავს წამოყვანილი მაგრამ არა ახლა ეგრე არ მოქმედებს და რაც შეეხება სხვაგან ზომილებებს როგორც მივხვდი ის ტიპი მარკი იყო სხვა სოფლიოდან და კიდე სხვაში ყავდა გადაყვანილი ტიპს ანუ დონალდი და სესილი სადაც ქალები იყვნენ მაგრამ ხო საინტერესოა ერთი სადამდე მივოთ ვისი გაკეთება უნდა ტიპს და ხო დების ამბავი სამწუხარო იმედია ბოლოსკენ ჩამოყალიბდებიან საბოლოოდ ეგ და მარკინა დაულაგდება თუ ყვა სიტუაცია მაგრამ აი ნოლანი რო დაბრუნდება და ნოლანი დარწმუნებული ვერ დაბრუნდება აი მე რა მოხდება ეგ ძალიან მაინტერესებს ნუ დები ახლოს არ მეიკარებს მაგის შანსი არ არსებობს აი მარკი რასიზავს ნახოთ და ორი სერია არის უკვე ორი სერია ისე გავიდა რომ ნოლანი არ დაბრუნებულა კაი რატომაც არა ანუ მომწონს ეგრევე რო აკეთებენ სიმართლე გითხრათ ანუ ეგრევე არ აბრუნებენ ამას ნოლანს და ეგრევე მაგის ამბავს არ ავრცობენ ეს ძალიან მიღლილი იქნებოდა და აშკარად ეთყობოდა რომ ჩქარავდნენ სადღაც დაეთყობოდა რომ ჩქარავდნენ სადღაც მაგრამ ხო
ყოველ შემთხვევაში ხო, ნორმალური სერია იყო. დაგემშვიდობებით ახლა, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.